სახელითა მამისათა დაცვისათა და წმინდისა სულისათა ჩვენთან არის ღმერთის მიფიქრიათ თუ არა როდესმე რატომ თქვა ფილოსოფოსმა ნოსცეტე იფსუმ შეიცადის თავი შენი. ეს ურთულესი საკითხია. აი ყველაფრის შეცნობა შეუძლია ადამიანს და ყველაზე მძიმე ყოფილა თავისი თავის შეცნობა. თავისი თავის დანახვა და ამიტომ ძველი რომაელები ამბობდნენ ნოსცეტე იფსუმ ლათინურად ასე ჟღერს ნოსცეტე იფსუმ და დღეს როცა კაცობრიობა ღელავს, როცა კაცობრიობა ეძებს და რას ეძებს თვითონაც არ იცის, როცა კაცობრიობა ვერაფრით ვერ კმაყოფილდება, უფრო კაცრად დღება ეს კითხვა ჩვენს წინაშე. ნოსცეტე იფსუმ შეიცადე თავი შენი. საქმე იმაშია, რომ ადამიანი არაფრით არ კმაყოფილდება. არც საჭმელით, არც სახლით, არც გარეთ, არც თანამდებობით, არც სიმდიდრით. მე ნათქვამი მაქვს ერთი პიროვნება, მეკითხებოდა მე პიროვნება, რომელსაც ჰქონდა და აქვს დიდი ბიზნესი. მეკითხებოდა მე, რომ როგორ გავჩერდება აი ამ სიმდიდრის მოხვეჭაში. მე უთხრა იმას ედომა, რომ მე ვეტყოდი, რომ გაჩერდება. მე უთხრა, ნუ გაჩერდები მეთქი. რაც ზედმეტი გექნება, დაურიგე გაჭირებულებს. და მართლა ცდილობს რომ დაურიგოს, მაგრამ ეს არის მხოლოდ მცდელობა. და ეს საკითხი, რომ შევიცნოთ თავი ჩვენი, ურთულესი საკითხია. ჯერ ერთი ჩვენი ფიზიკური სამყარო, ფიზიკური სხეული იმდენად რთულია, რომ პავლოვმა თქვა, რომ როცა ჩვენ ვსწავლობთ ადამიანის სისხლს, შეიძლება მორწმუნე კი არა წმინდანი გახდება. და მით უმეტეს ადამიანის სულიერ სამყაროს არის მედიცინაში არის ასეთი დარგი ფსიქოლოგია და ფსიქიატრია.
აი საიდან მოდის ეს დარღვევა ადამიანის ფსიქიკის რამდენ ხანს გრძელდება და სად ჩერდება არავინ არ იცის. მე ვიყავი სტუდენტი მეორე კურსის სემინარიის მეორე კურსის ერთი ჩვენი ამხანაგი უკრაინელი გახლა ცუდად ფსიქიურად ეს იყო 53 წელი და აი ნახევარი საუკუნეა ისევ ავათავის და ისევ ცოცხალია. ეს არის ურთულესი საკითხი. უპირველეს ყოვლისა ეს არის სულიერი მოვლენა. სულიერი მოვლენა და ჩვენ ყოველ დღე უნდა ვაძლევდეთ ხლიფოს რომ უფალი ვაძლევს ჩვენ საგონებას. ჩვენ უნდა ვაძლევდეთ უფალს რომ არ გვაკლებს თავის წყალობას. მე ბევრი ვიფიქრე და მივედი იმ დასკვნამდე რომ ჩვენ უფრო მეც უნდა კითხულობდეთ წიგნებს, ჩვენ უფრო მეც უნდა ვსწავლობდეთ მეცნიერებას, ჩვენ უფრო მეტად უნდა ვშრომობდეთ. მეცნიერება ეს არის მსახური ღვთისმეტყველების და ამიტომ ჩვენ ზოგიერთი ფიქრობს რომ მეცნიერება რა გვინდაო თავარი ადამიანი მორწმუნე იყოს. ერთი საჭიროა და მეორე საჭიროა აუცილებელია. მე ვფიქრობ რომ საქართველო ერთ-ერთი ქვეყანა რომელიც სულ ბოლოს დგას წიგნის კითხვაში. ჩვენ არ ვიწუხებთ თავს წიგნის კითხვით. ჩვენ ვართ მიჯაჭვული ამ ინტერნეტზე და ტელევიზიაზე და ამ ტექნიკაზე, რადიოტექნიკაზე. და მინდა მოგახსენოთ რომ ეს ყველაფერი ზედაპირულია, აუცილებლად საჭიროა ჩაღრმავება თავის თავში, თავის გულში, თავის გონებაში და ვინ ვარ მე ვისთვის მოვედი ან ვისი ნებით მოვედი და სად მივდივარ. უამრავი კითხვა დგას ჩვენს წინაშე და ჩვენ ძალიან ზერელად ვუყურებთ ყველაფერს. ხო და ჩვენ დავაწესეთ ასეთი წესი. პირა დღეს პირაობით მე მოგცემთ დავალებას რომ თქვენ წაიკითხოთ რომელიმე წიგნი, რასაც მე გეტყვით და იმ პირის შემდეგ 5 შაბათს ჩვენ შევიკრიბებით ახალგაზრდულ ცენტრში მეც დაგესწრებით
და განვიხილავთ იმ წიგნის შინაარსს და იმ აზრს, რომელიც ჩადებულია იმ წიგნში. ერთი რომელიმე გააკეთებს მოკლე მოხსენებას და შემდეგ იქნება იმ წიგნის განხილვა. ასე რომ თქვენ გინდათ თუ არ გინდათ წიგნი უნდა წაიკითხოთ. და მე ბევრი მიფიქრე, რომელი წიგნიდან დავიწყოთ. ჩვენ უნდა დავიწყოთ ბიბლიიდან. ბიბლია არის წიგნთა შორის უძვირფასესი და ეს არის უბსტრული თუ ჯურმული მეცნიერებისას და ღვთისმეტყველებისა. რა თქმა უნდა ეს მთელ წიგნს ვერ წაიკითხავთ. ამიტომ გეძლევათ საკურთხევა რომ წაიკითხოთ იობის წიგნი, იობ მრავალტანჯვრის წიგნი. ელამ დაიმახსოვრეთ იობის წიგნი. მე აღარჩიე ეს წიგნი იმიტომ რომ იობმა მრავალტანჯვერმა გადაიტანა მრავალი ტანჯვა და დარჩა ერთ ბუდი ღვთისა და ჭეშმარიტი სარწმუნოებისა. ასევე ხუთშაბათს, მომავალ ხუთშაბათს ჩვენ 7 საათზე საღამოს შევხვდებით ახალგაზრდულ ცენტრში და იქ გავიხილავთ იობის წიგნზე. მერტმა დაგლოცოთ, დაგახაროთ, დაგაძლიეროთ და მე მინდა ასევე ვთხოვოთ, რომ ეხლა ესეთი რთული პერიოდია. საქართველოს ემზადება არჩევნებისთვის და დააძლიერეთ თქვენი ლოცვა, რომ შვილობით განვლოს ამ პერიოდმა და ერმა აერჩიოს ის, ვინც საკმარის წინაშე ღვთისა. ეხლა მე მინდა დავლოცო, დღეს ვლოცავთ ჩადუნელებს, სუდაძეებს, ხვადაგიანებს, თადიაშვილებს და წულაიებს. ღმერთმა გაგლოცოთ, ღმერთმა გაგამოვლოთ, ღმერთმა გაგახაროთ. სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. მე ასევე წუხარებით მინდა შეგატყობინოთ, რომ გარდაიცვალა მეუფე ათანასე, მიტროპოლიტი. ორშაბათს დილით ჩვენ გადავასვენებთ მის წვერს, მის ნეშტს. სიონში იქნება ორი დღე და სამშაბათს იქნება დაკრძალული სიონის ეზოში. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული. ამინ. სამშაბათს იწყება მარიამობის მარხვა და ტიპიკონის მიხედვით
სნილია ვაღას თევზით არ ხსნიდება